მოგესალმებით Assassin's Creed-ის მოყვარულებო, ვაგრძელებთ ვიდეოების ჩაწერას და ახლა ეს არის უკვე მე-18 ეპიზოდი, უკვე მომრავლდა ვიდეოები. ვაგრძელებთ თავარ ოდისეას და ნახოთ რა შეგვიძლია ახლა უნდა წავიდეთ კუნძულ ფოკიდაზე, სადაც კასანდრას დედა უნდა იყოს წესით. ან გაარკვევს მაინც რა ხდება მისი ოჯახის თავს. როგორც წინა ვიდეოში გამოჩნდა, კასანდრას მამა, რომელიც მას მამა ეგონა, სიამოვნებაში მამამისი არ ყოფილა, ნიკოლასი. მაგრამ მეტი სხვა ვერაფერი გაარკვია. ახლა ფოკიდაზე წავიდეთ და ახლოს არის ორი მისია, ახლოს არის და ჯერ მივიდეთ ელპენორთან. ელპენორი ეს არის კაცი, რომელმაც შეუყვეთა კასანდრას მამამისის ნიკოლასის მოკლა. ეს შეკვეთა ჰქონდა კასანდრას, კასანდრამ ასე ვთქვათ, არ მოკლა. ეს ჩვენზე იყო დამოკიდებული, გადავწყვიტეთ არ მოგვეკლა. და თუმცა ელპენორთან ბევრი კითხვა არსებობს და რაღაცების გასარკვევად მივიდივართ ახლა სწორედ იქ. ასე გემით უნდა გავცუროთ, მაგრამ სანამ გემით იქამდე მივარ, თუ გზაში რაიმე შეხვდა შესასრულებელი, რატომაც არა, მოდი, რატომაც არა, აგერ რაღაც არის, საგანძურები, რაღაც იქნება უცილებლად. მოდი გავათვალიეროთ ასე სიმღერა. ორი სკივრი წყალქვეშ არის და ერთი აქ არის ყაჩაღები იცავენ. წყალქვეშ უნდა ჩავყვინოთ. ეს რაღაც იქ არის კლდეში, სადღაც უნდა იყოს გამოქვაბული აქვს ვიგენების ყოფილა. აი, გამოქვაბული. წყალქვეშა გამოქვაბული. თითქმის არაფერი არ ჩანს. ასე გამოვიყენოთ არწივის ხედვა. ერთი სკივრი ავიღეთ. მეორე სკივრიც და რა გაგირანახეთ, ეს არის გემის კიჩვა. რომის თავით. ახლა კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეთ ზედაპირზე, თუ არა შეიძლება დაგვეხჩოს კასანდრა. სწრაფად. სულ თქვა უკვე ეკარგება. სიცოცხლე გაგვინახებდა ლამაზ. ესეც ასე. მივიდეთ ახლა ჩაღებთანაც შევასრულოთ რა შეგვიძლია ნახოთ. ყაჩაღები, ლიდერი უნდა მოკლათ ყაჩაღების. და სკივრი ავიღეთ. თქვენ აქ შეამჩნევთ, რომ უცებ გამოსახულება ცოტა შეიცვალა, დაპაუზება მომიწია თამაშის და შემდეგ გავაგრძელებ ჩაწერა და ცოტა მოსაღამოვდა. თანამასობაში სამჯერიც გამოვიცვალე. თუმცა არაფერი შეცვლილა, თავარია ოდისეას ვაგრძელებთ. ეს ლიდერი მოკლულია, წავიდეთ ახლა სკივრი ავიღოთ. უბრალოდ ის რაც სკივრში არის და საჭირო ბრძოლა აღარ არის, გავიდეთ აქედან, გავეცალოთ. დაბრუნდეთ გემზე. აი ეს გზაში ორი პატარა დავალება შევასრულეთ, რომელიც რუკაზე კითხვის ნიშნებით არის ხოლმე. და ეს მომგებიანია. იმიტომ რომ თუ მარტო მისიების შესრულებას გაყვები, თქვათ ოდისეას მისიას შესრულებას გაყვები, ოდისეას მისიების თქვათ
დონე გასწრებს და ვერ ეწევს. და ამიტომ ჯობია გზა და გზა, როცა მის რაღაც თავარ მისიას ასრულებ, აქ რა არის ეს საინტერესო რაღაცა იყო. კითხვის ნიშანი არის ოღონ თვითლად. თვითლად, აი აქეთ ამკონ ბარნაბამოს რომ იქ რაღაც ხეცი ნახება. ეს თამაში უკვე ნათამაშები მაქვს ოდისია. ბოლოშიც გავსულვარ დახურულიც ამაქვს, მაგრამ განსხვავება რა არის ახლა. მაშინ როცა ის ვითამაში და დავხურე, ვითამაში ასე თქვა გუშინაარსით. რა იყო თავარი ამ თამაში? შინაარსი ქონდა ისტორია რა არის საერთოდ მოთხრობილი. ხო არის რაღაც ისტორია, ყველა თამაში რაღაც ისტორიაზე აგებულია. ეს რაზე იყო? ისე ვითამაში რომ არ ვიცი. ახლა არ ვიცი. დანახული მაქვს, მაგრამ თამაში რაზეა არ ვიცი. და ის ვიცი რომ ახლა ასეთ ყვითელ კითხვის ნიშნებში რაღაც განსაკუთრებული არის. რაღაც ლეგენდარული მხეცი ან რაღაც ლეგენდარული მისია რაღაც ძალიან განსაკუთრებული არის. და ამ კუნძულზე აუცილებლად როდისმე დავბრუნდებით და ნახავთ ბარნაბამ რადგანაც თქვა რომ აქ მხეცია, მაშინ რაღაც ლეგენდარული მხეცია მართლაც და აუცილებლად ნახავთ. ოდისია მართლა საინტერესო თამაშია, მრავალფეროვანი აქ ლეგენდარული მხეცებში არის როგორ ვიცით ლეგენდარული ტახი, ლეგენდარული დათვი, ლეგენდარული ლომი, დათვი, რა ვიცი, შეიძლება რომელიმე გამოვჩეს. აი თითოეულთან გიწევს შებრძოლება და მათ დამარცხება. ეს რაც რეალური არის კიდევ, მაგრამ არარეალური კიდევ უფრო ზღაპრული არის ის, რომ ამ თამაში ხდები ატლანტიდაში. დაკარგულ სამეფოში. ატლანტიდიდან კიდე საერთოდ მიწისქვეშეთში ხდები, ფუტკრების სამყოფელში და რა ვიცი. გიწევს შებრძოლება მინოტავრთან, ანუ რაღაც ხეცი, რომელსაც ხარისთავი აქვს, ადამიანი ტანის, გიწევს გორგონთან შებრძოლება, რომელიც მხედველობით აკავებს ადამიანებს. კიდევ ისთან გიწევს ცერბერთან შებრძოლება, სამთავიან ძაღლთან. მოკლედ ძალიან საინტერესო თამაში არის, ძალიან. და მე მომწონს ახლა რომ აი მე 18 ვიდეოს წერ და აქამდე რაც ვიდეოები ჩავწერე, 18-ვე, 17 დანარჩენ 17 ვიდეოში უკვე სრულად ვიცი როგორ ვითარდება სიუჟეტი, როგორ ვითარდება ისტორია. და ვაგრძელებ ამ თავარ ისტორიას, აქ სინქრონიზაციას გავივი. რომ უცებ შესაძლებელი იყოს გადაადგილება, მაგრამ ასეთი სასინქრონიზაციო ადგილი რა არის ეს? ანუ სინქრონიზაცია ცნობილია იმით, რომ რაღაც სიმაღლიდან იყურები და ხედავ ამ ხედებს, ამას ხედებს და აქ რა ვიცი რა სიმაღლე სახლის სახურავი, ანუ სადმა გადახტება აქედან. ანუ სინქრონიზაციას რო გავივლი, იქიდან ვერ ხდები და აქ სადმა გადახტება. რაღაცნაირი არალოგიკური სასინქრონიზაციო ადგილი არის. ახლა მივედით უკვე თითქმის ელპენორის საცხოვრებელთან და მასთან უნდა გავაგრძელოთ დიალოგი. ელპენორთან, რომელიც რაღაც კითხვები აქვს, რაღაც ასახსნელი აქვს ელპენორს და კასანდრამ რაღაც პასუხები უნდა მოთხოვოს და უკვე მივედით, აბა ნახოთ ახლა დიალოგი. Мистер, какие вести? Волк мертв. Отлично. Твои деньги, как и обещал. Думала, буду торговаться? Что ты, Кассандра? Не каждый день я приказываю кому-то убить отца. Но он не был твоим отцом, верно?
Почему ты поручил мне убить его? Я знал, что ты сможешь. А, ты о нем? Ему не было равных. Он захватил бы Афины за пару месяцев. А Стентор не настолько одарен. Ты хотел спасти Афины? На быстрой войне не нажиться. Знаю, знаю. Тебе нужно все обдумать. Идем. Скажи, Мистия, узнала ли ты что-нибудь новое от Волка? Он сказал, что мой родной отец может быть жив. Ненадолго. Если все пойдет по плану. Что это значит? Что ты принесешь мне его голову? Ты сошел с ума? Ты променяла жизнь отца на деньги. И я подумал, что ты жаждешь смерти своих родных так же, как и я. Малака! Вздумал играть со мной? Я вырву тебе язык! Я разочарован. აქ რაც ისე მეგობრულად წავიდა ელპენორთან საუბარი. ელპენორი რაღაც მათქვა ფოროტი კაცია, მოკლედ. რაც ისეთი თავიდან რო ჩანდა. ანუ მან იცის, რომ კასანდრას მამა ცოცხალია, ანუ ნამდვილი მამა. მაგრამ დიდხანს არ იცოცხლებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავალ. რაღაც იცის და უნდა რომ კასანდრამ მამამისიც მოკლას ნამდვილი მამა. საერთოდ ახლა როცა ვიღაცის მკვლელობას უყვეთავს, როგორ შეიძლება ის მეგობრული იყოს. ის მკვლელობაზე მიდის. ამ ხალხს რაღა უნდა კაცო რა გინდათ. თქვენ ვირას გერჩით ამამებთან. არა, ეს ქალებიც აყრნენ ფლანს. ხლებით რო დაიგავეს უკურაში. არ მინდა ქალებებს თქვენთან არაფერი. შემეშვით. ისე არ გამოვა ხარ, ისე რაც მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოვიცილო. ამასობაში დაქირავებული მკვლელიც აგვეკიდა. მაგრამ რა ვქნა მას? არ უნდა ჩაერიოთ, ან თუ თაშხი არ წაგიკითხავთ. არავის საქმეში რო არ უნდა ჩაერიოთ, კაცო. Элпинор сбежал, как последний трус. Нужно обыскать его дом. ახლა კი უნდა გავჩხრიკოთ ელპენორის სახლი და ნახოთ რა ხდება. Письмо Элпинору. Феба, ты привела его ко мне. Он ищет какую-то женщину. Интересно, кому еще он хочет испортить жизнь. Закрой манифест. Элпинор продает оружие из партии Афинам. Хочет, чтобы война не прекращалась. Встречала я опасных людей. Но Элпинор самый страшный из них. Я загляну под каждый камень, обыщу каждый уголок и найду и убью эту змею. ესე გავჩრიკეთ ელპენორის სახლი, აქ უკვე მოვიდა დაქირავებული მკვლელი ჩვენთვის. ჩვენს მოსაკლავად. მაგრამ არა უშავს დავეხსნებით, ეს წეღან გემის კიჩო რომელიც ნახეთ, პარემ დავამაგრებ. ესეთი. აღჭურვილობაში რამე ხო არ არის საინტერესო, შვილი ძალიან კარგი. მეცხრე დონის, მუზარადიც მეცხრე დონის. ჯერჯერობით არ არაფერი. ესე რაღაცები შევიმოსეთ, რაღაცები ცოტათი გავძლიერდით. ახლა თავი მისიას მოვაქციოთ ყურადღება, აქ ოდისეა ორნაწილიანია 11 დონის და მე-9 დონის. მოდი მე-9 დონის ჯობია შევასრულო. არის რაც ორ აკუცნოთ ელაპარაკოთ.
ну ესეც ასე გავჩხიგეთ ელპენორის სახლი დაკრეულ გულსაც გამოვიყარეთ ახლა კი წავიდეთ დაველაპარაკოთ ორაკულს ეს ორაკული მეც მაინტერესებს ძალიან გაურკვეველი ვიღაცა ან რაღაცა არის არ ვიცი რა არის ორაკული თანამდებობა არის პიროვნება არის ერთი ვინმე თუ რამე სისტემა არის საერთოდ როგორც მაგალითად ჯანდაცვის სისტემა რაღაც განყოფილება ორაკული რა პარლამენტია თუ ადამიანი არის ვინმე ერთი ვისაც ორაკული ქვია მართლა არ ვიცი მოდი ერთად გავიგოთ ახლა იმიტომ რომ წინა ვიდეოები ვის ნახა იქ იყო ასეთი ანუ როდესაც კასანდრა გადააგდეს კლიდან მამამისმა ვითომ მამამისმა ნიკოლასმა როცა გადააგდო კლიდან მაშინ იყო ასეთი ფრაზა რომ ორაკულმა გადაწყვიტაო მისი მოკლა ალექსიოსია საუბარი კასანდრას ძმაზე ანუ კასანდრას ძმის მოკლა გადაწყვიტა ორაკულმა ამას ეს სისრულეში მოყავდა ნიკოლას კასანდრას ვითომ მამას კასანდრამ სადა ხელი შეშლა და გადააგდეს კასანდრა კლდიდან ну ძმაც გადავარდა და აქ არის დაელაპარაკეთ დელფის ორაკულს იქ სხვა ორაკული იყო აქ დელფის ანუ როგორც ჩანს ერთი კონკრეტული პიროვნება ორაკული არ არის ასე გამოდის სპარტაში სხვა იყო აქ დელფის ორაკული აქაც არის ორაკული და დელფის არის ანუ ერთი პიროვნება როგორც ჩანს არის აი ლამაზი სინქრონიზაცია აპოლონის ტაძრის ქიმიდან სახურავის ქიმიდან ქანდაკებაზე შემოსკურდით და იქიდან გაკეთდა სინქრონიზაცია აპოლონის ტაძარში ახლა მივიდეთ დაველაპარაკოთ ორაკულს საბოლოოდ და ვნახოთ ვინ არის ეს როგორც ჩანს ერთი კონკრეტული პიროვნება არ არის კარგი ამდიალოთ მივადენოთ აპოლო Кассандра! Здесь прекрасно, правда? Боги так близко, я чувствую присутствие Полона. Как дела с Элпенором? Поговорим об этом позже. Кто это? Простой паломник. Он был у Оракула. Я спросил, так ли она всесильна, как говорят. Ну, и как? У меня больше вопросов, чем ответов. А то она и Оракул. Ты не соврал. Это и правда копье Леонида. Само сорвалось с языка. Малака. Варнава, думай головой. Просто он интересуется легендами, как и ты. Я думал, вы поладите. Как же... Ты узнал копье, лишь взглянув на него. Ты непростой паломник. В Дельфах все сложнее, чем кажется. Даже я. Меня зовут Геродот. Я историк. Или был им. Война толкает нас на отчаянные поступки. Это правда. Почему ты скрываешь свое имя? Я здесь по заданию жителя Афин. Очень могущественного. Мы хотим положить конец войне. Ты сказал, что хочешь задать Оракулу личный вопрос. Война касается и меня, Варнава. Значит, ты просил у Пифии совета, как прекратить войну?
Верно. Но в Дельфах что-то неладно. Стражники на каждом шагу. Людей гонят прочь. Я хочу поговорить с Пифи. В очередь. Да я состарюсь раньше, чем дождусь. Ха-ха-ха! Да ты шутишь! У тебя нет недостатка в оружии! Я не хочу проливать кровь. Кровь? Просто зайди! Кто тебя остановит? Жрец? Ладно. Но если что-то пойдет не так, виноват будешь ты. Она потрясающая, Мгм. правда? ეს ახალგაცნობილი პიროვნებაც ყოფილა ორაკული თან ადრე თურმე თვითონ არა მაგრამ ამან უნდა გაგვიწიოს ამ წინააღმდეგობა ამან არ უნდა შეგვიშვას Я хочу увидеть Пифи. Войти могут лишь те, кого избрал Аполлон. И как стать избранным? Занять место в очереди. Я похожа на того, кто готов ждать? Ощути силу света Аполлона. Этот свет способен разогнать тьму. Выбирай мудро, смертная. Лишь один вопрос. Скажи, что хочешь знать? Я ищу отца. Настоящего отца. Кто он? Это ты! В моем видении! Дитя на скале! Откуда ты знаешь? Уходи отсюда! Иди! Прошу, помоги мне. Ответь на мой вопрос. Дитя скалы. У культа космоса везде свои люди. Они убьют тебя. Культ космоса? Оракул умолкает. Пророчество сказано. Ты не ответила на вопрос. Пифия сказала тебе все. Я не уйду без ответов. Геродот, ты еще здесь? А где Варнава? Он вернулся на корабль. Пророчество тебя не порадовало? Она знала, кто я. Это Пифия. Она притворяется, будто все знает. Нет же. Она видела меня ребенком на скале. Любой мог стоять на скале. Меня сбросили со скалы. Это мое рождение и моя смерть. Говорю тебе, она знала, кто я. Что сделала? Пыталась предупредить. Предупредить? О чем? Она говорила о культе космоса. Знаешь о таком? Слышал кое-что. Его адепты появились в Дельфах. Но это только слухи. Похоже, Пифия их боялась. Стражи увели ее. Увели? Значит, слухи не врут. Если они добрались до Пифии... Это ужасно. Понимаешь, что это значит? Теперь культ управляет миром. Я поговорю с ней, когда ее не будут так защищать. Тут без чуда не обойтись. Она всегда под охраной. Ты многое знаешь о Пифии. Где ее найти? Если ее нет в храме Аполлона, значит, она в своем доме, в хоре Дельф.
могу же я врываться во все дома подряд. Дом Оракула будет несложно узнать. Она единственный человек в хоре Дельф, который может позволить себе жить в роскоши. Я разыщу дом Пифи и получу ответы. Помни, Кассандра, где нужно действовать хитростью, грубая сила не поможет. თამაში უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ როგორც დაახლოებით მე გავარკვიე და ჩემი დასკვნა გამომიყენა. ორაკული ეს არც ადამიანია და არც რაღაც თანამდებობა. აქ მომნიშნე ახლა მე აი ეს კალბატონი, რომელიც ტაძარში იყო, ანუ ის არის სახელი პიფი აქვს და არის ორაკულის წარმომადგენელი. თითქოს ორაკული რაღაც ზებუნებრივი ან ძალა ან ღმერთი, რა ვიცი, რაღაცა არის. და მისი წარმომადგენელია პიფია. ანუ განსახიერებული ასე. ახლა უნდა მივიდეთ პიფიას ლაპარაკი არაცალეს, რაღაცა რო ეთქვა ჩვენ შესახებ და ან კასანდრას ნამდვილი მამის შესახებ. მაგრამ სანამ პიფიას სახლამდე მივართ, ეს რაღაცები შევასრულოთ, თუ კი შეგხვდება. ეს რანგის ასაწევადაც გამოგვადგება და კიდევ იმისთვის, რომ რაღაც საინტერესო ნახო ან იარაღი, ან აბჯარი, ან აღჭურვილობა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ახლა რასაც ვნახავ, ეს არის ერთი უნარი საჩუქარი, ასე ვთქვათ. დონის აწევის გარეშე შეგიძლია ერთი უნარი დაიმატო. როცა დონეებს, რანგებს ვწერთ, მაგრამ ახლა მე-9 რანგზე ვართ. მე-9-დან მე-10-ზე რო ავალთ, ერთ უნარს დაიმატე. მაგრამ ახლა ეს არის ძველებური სიბრძნე, რაღაცა ძველებური ხისგან რაღაცა ინსტალაცია, რომლის გაშიფვრის და წაკითხვის შემდეგაც რაღაც უნარს მოიპოვებ. აი პირდაპირ მივედით უკვე ეს. ძველებური ტექნოლოგია, მოკლედ, რაც უკავშირდება ისუების ტექნოლოგიას და ისუები რამოდენიმე ვიდეოში უკვე ახსენე. ეს არის ძველი ტექნოლოგია, ძველი ცივილიზაციის ტექნოლოგია, რომელიც არსებობდა ადამიანებამდე. აი რაღაცას გაშიფრავს ახლა კასანდრა და ერთი უნარის დამატების უფლება გვექნება კიდევ. ესე. აი დაგვემართა ახლა +2 უნარი შეგვიძლია დავიმატოთ, მაგრამ მე ჯერ არ ვიმატებ უნარებს იმის გამო, რომ ისეთ საინტერესო არაფერია ხელმისაწვდომი. და გადავწყვიტე, რომ მე-10 რანგზე როცა ავალ, მე-10 რანგზე იხსნება უფრო საინტერესო უნარები და იმათ დავიმატებ შემდეგ. ამ ეტაპზე ყოფნის რაც ამაქვს და ჯობია არ გავხარჯავ ამ უნარებს. ასეა ეს, გზად რაც შეგვდა პიფიას სახლამდე სანამ მივიდოდით, აგერ რაღაცა პატარა შევასრულოთ. ხო, ისტორია საინტერესო ხდება, მართლა მე ძალიან ეშხში შევდივარ თანდათან ბაზარში, როცა ვგებულობ უკვე რაზე არის ეს თამაში. მოკლედ ახლა ამ შემთხვევაში კასანდრას ბევრი კითხვა გაუჩნდა. ნიკოლასი არ იყო მამამისი, მაშინ რატო იყო დედამისთან, რატო ცხოვრობდა, რატო ზრდიდა ამათ როგორც მამა და ვინ იყო ნამდვილი მამა საერთოდ. მოკლედ ბევრი კითხვა არის. ამასობაში მოვედით პიფიას სახლამდე, აი ეს ცხოვრობს, მოდი დავუზვეროთ და რა თქმა უნდა შემდეგ ვიდეოში გავაგზავნოთ უკვე როგორ შევალ ამ სახლში და როგორ დაველაპარაკები პიფიას. Оракул внутри. და რა გითხრობს დაუსვამს მას კასანდრა
და რა კითხვებზე მიიღებს პასუხებს კასანდრა. თამაში მართლა საინტერესო ხდება, შემოდიან ახალი პერსონაჟები და საინტერესოდ ვითარდება ბევრი ჩახლართული რაღაც ჩნდება და ასე რომ გავუმყევით და უყუროთ ერთად Assassin's Creed Odyssey-ს.